რესურსებისთვის. ის ეკონომიკურად ვერ მოიტანს ისეთ სარგებელს, ის სარგებელი ისედაც გვექნება, იმიტომ რომ სომხეთს უნდა არ უნდა ამ ტერიტორიაზე უნდა გაატაროს თავის ტვირთები. რაც უფრო რთული ტერიტორია იქნება და გრძელი იქნება, მით უფრო მეც დატოვებს ჩვენ ქვეყანაში. რაც უფრო მოკლე გზა ექნება და ტრანსპორტირება იაფი დაუჯდება, მით უფრო ნაკლებს მიიღებს საქართველოს. საოცრება რატო არის ესეთი ნაკლებობა, აი საერთოდ იმაში რა ქვია, გონიერების ნაკლებობა მასაში. რატო როგორ არის მის ამ საქართველოს მოსახლეობის როგორ არის მით ვინ არის სააკაშვილი და რას არის? ხალხი ამ მომენტში ფიქრობს როგორ გადარჩენ. ესე იგი გადარჩენ. შიმშილისგან უმშევრობა არის ესე იგი მოსახლეობის რა ვიცი 4/5-ია პრაქტიკულად საოცრება აი ამ გზის თემას რო უბრუნდება ეხანდახან მაგის თავი ვისა აქვს ჩემთვის იმდენად ნათელია ეს ყველაფერი ეხა იმდენი ფაქტები არსებობს იმის დამადასტურებელი რომ რა პროგრამას ანხორციელებს სააკაშვილი, მერაბიშვილი და ეს ჯგუფი თქვა საქართველოში რომ ჩემთვის ეს არ იწევს აი ამ ფაქტები და აი რა შუაში იყო ეხლა ამ დროს ამ პრობლემების წინაშე ვდგევართ ეს ამ გზის მშენებლობა რა შეკაიდეთ მომიშილო 5 წელიწადია ყურები გამოგვიყრუეს ამ ცენტრალური გზით ის რაც წარმოადგენს სტრატეგიულ დანიშნულებას საქართველოსთვის ეს რეალურად პოლიტიკური არის და მეტი არაფერი ხო სად არის ეს გზა აღაიანთან გაჩერდნენ თუ სად არიან მისულები დამთავრდა 2009 წელს ეს გზა უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. არ გახსოვთ პლაკატები და 2011 წელს სოხუმში შევაო და იმაში შევაო, რა ქვია. და სად 2009 წელი მეორე შესულა, ხო. და ამ დროს, როდესაც პრაქტიკულად ეს ფერ ხდება, შენ იწყებ აბსოლუტურად სხვა მიმართულების გზას, რომელიც შენთვის მე არ მეინტერესებს არ შეძეს. არავითარ შემთხვევაში. ეგ არის რუსებისთვის გაკეთებული გზა. ეხლა ის პუტინი პირდაპირ რუსულ ორდენს ხوار ჩამოკიდებდა სააკაშვილს იმას ჩამოაკიდებინა სერჟ სარქისიანს ჩამოაკიდებინა სომხური ორდენი რა თუ იმასაც გავითვალისწინებ ლუკა რომ რკინიგზის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის გარკვეული მინიშნება რომ შეიძლება რუსეთმა შეძლოს გარკვეული ასე ვთქვათ შავი პოლიტიკური მაქინაციებით ამ რკინიგზის ხელში ჩაგდება. არა, რუსეთი შავი პოლიტიკური მაქინაციებით არ აკეთებს. რუსეთი აკეთებს პირდაპირი ინტერესებიდან შავი ამას აკეთებს სააკაშვილი. ეს მოლაპარაკება მიდის ახლა. რეალურად მიდის მოლაპარაკება რკინიგზის გასხვისებით. ორი მცდელობა იყო. ერთადერთი ახლა რა თავის დროზე უბრალოდ ეს მე მგონი თქვენს მონაწილეობით ამაში და სხვა ექსპერტებიც მონაწილეობდნენ ვითომ ბრიტანელებს რომ იყიდეს და რო აღმოჩნდა რომ 1000 ფუნტად დაარსებულმა კომპანიამ იყიდა. ეს არ ველაძეს დროს იყო ამის ცდელობა. შენ გო ამის უკან ვინ იდგნენ? რუსები იდგნენ. კი, ნამდვილად. რუსები პორტის უკან ვინ დგანან? რუსები დგანან. ყველაფერი მე აი ნუ თუ ამას ამერიკელები ვერ ხედავენ. თუ არ ხედავენ ეს ისე დაუბრუნდეთ იმ გზას რომელსაც ესე იგი სომხეთს პირდაპირ გაიგო შავ ზღვაზე არის თუ არა სააკაშვილი არა ეს სხვა შავ ზღვაზე როდის მოაწერეს ხელი გაიხსენეთ აი ორი დღის დამთავრებული ხისა სარკოზიმ რო გააკეთა ხელმოწერა უცებ ჩამოდიან სომხეთიდან დელეგაცია და სააკაშვილი ხელს უწევს რა დროს მაგი იყო ესე იგი ჩვენ ხო არ ვიცით კაპიტულაციას ხელი რომ მოაწერა და ეწერა იმ ტექსტში შეიძლება ენგურხესიც ეწერა იმ ტექსტში შეიძლება ესეც ეწერა რომ ეს გზა უნდა იყოს იმიტომ რომ ძალიან საეჭვო არის რატო ჩამოდის აი იმ დღეებში სულ 2-3 დღის ცეცხლი შეწყვეტილია მაგრამ რუსული ტანკები დადიან წინ და უკან ჩვენ ტრასაზე და იმ დროს სააკაშვილი ხელს აწერს რომ სომხები გადიან პირდაპირ შავ ზღვაზე და ეს გზა გავაკეთოთ ჩვენი ფულით აბა ესე იგი რა ხდება რა ხდება ბანორამას და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღება ყოველ დღე მოსკოვში მიიღება და მე აქ ხორციელდება რომ აბსოლუტურად არანაირი შესაძლებლობა და გზა არ არსებობს იმისა რომ ამ საკითხებთან თურქეთი ამას გულგრილად შეხედავს ბატონო რამას როგორ ფიქრობთ თურქეთი ძალიან გააქტიურდა სწორედ იმ ომის დღეებში გაიხსენეთ ომის დღეებში ის გავარდა თურქეთს ესე გავარდნენ ჯერ მოსკოვში გავარდნენ შემდეგ ბაქოში გავარდნენ შემდეგ დაიწყეს შემდეგ მოულოდნელად ჩადის ერევანში თურქეთის პრეზიდენტი ესე იგი
ისევ ამ ომით სააკაშვილმა აბდულაგილი ჯერ გავარდა მოსკოვში. ჯერ მოსკოვში გავარდა. აი ომით და სულ 3-4 დღეში. ესე იგი სააკაშვილმა ეს ომი რო დაიწყო ეს ავანტიურა უფრო სწორად და არა ომი ეს ომი არ იყო. ომი 2 დღე არ გრძელდება. შეიძლება დღე თუ დღენახევარი ეს რა ომი არის თუ დღენახევარი გრძელდება. არა ეს იყო სუფთაწყლის ავანტიურა, მაგრამ მერე აი ასეთი ბოლონელი რამე ხდება. ეს თურქეთის გაძლიერება, შემდეგ თურქეთი მიდის მოსკოვში და რაღაცას თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში ხდება პუტინსაც, მედვედევსა რაღაცაზე შეთანხმდნენ. მერე მიდის ბაქოში, მერე იქიდან ერევანში. რა ხდება? ესე იგი ამ ავანტიურის შედეგად ძალთა გადანაწილება იცვლება და ძალიან ცოტა ადგილი რჩება ამ დროს ამერიკელებისთვის იგივე. იმის გამო რომ ამერიკელები თითქოს იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები და არ დაეხმარნენ საქართველოს. არაფერში არ დაეთანხმნენ. თვალები დახუჭეს, ბუშმა საერთოდ არაფერი არ ათქვა. გაბდეთ ცოტა არაადეკვატური ძალა გამოიყენა რუსეთმა რა ეს რა ფრაზა არის არაადეკვატური ძალა ესე იგი და თან ის თქვა რომ ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ რუსები რო არ გადმოსულიყვნენ ესე იგი საერთოდ ხმას არ იღებდნენ მარტო იქ რო შესულიყვნენ იქ ცხინვალის თურქეთმა რო გაუხსნა საზღვარი სომხეთს ფაქტობრივად საქართველოს როგორც გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა თავის კარგავს. კარგად, მაგერა თქვი თავიდან ფუნქციას კარგავს. თურქეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა იმყარება სწორედ აი ამ დერეფანს. რითაც ჩვენი დერეფანი აზერბაიჯანი საქართველოს აზრს კარგავს და ენერგორესურსების მომარაგება და ტრანზიტი ხორციელდება რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში. თურქეთი მანიპულირებს აი ამ პროექტებით და ზეწოლას ახდენს დასავლეთ ევროპაზე, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. თუ არა და რას თავაზობს ახლა? ეს დერეფანი რეალურად იმიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის, რომ აქ არის ალტერნატიული ტრანზიტი ენერგორესურსების. რუსეთი აზიაში ყიდულობს $59 გაზს, ნავთობს და შემდგომ მამასის ხილსფასად ყიდის ევროპას. ეხლა თურქეთმა რა პროექტი შეიმუშავა? თურქეთმა რუსეთთან მოლაპარაკების შემდგომ გააჟღერა, რომ მეც მინდა ისეთივე გადამყიდველი გავხდე, როგორც რუსეთი არის. ანუ თურქეთში გაკეთება რეზერვუარები, თურქეთი იყიდეს აზიიდან და გაყიდეს ევროპაში. გაზს და ეს რას ნიშნავს? ისე რომ ფაქტობრივად ალტერნატივა აღარ იარსებებს. ანუ რუსეთი და თურქეთი თუ შეთანხმდებიან და დაადგენ გაზზე $500 ნიშნავს რომ დასავლეთს მეტი გზა არ უნდა იყიდოს. ყათაშვილის ბატონო რა ამ თამაში მე რეალურად მე ფიქრობ რომ შეერთებული შტატები ჩაერია და ეს პროექტი დაიბლოკა, იმიტომ რომ სერიოზული საფრთხეების მატარებელი იყო მათ შორის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ იმ დერეფანს, რომელსაც შეერთებული შტატები ასეთ თუ ისე აკონტროლებს და პოლიტიკური ზეგავლენა აქვს საქართველოს გულისხმობ და აზერბაიჯანს, იხსნებოდა მეორე დერეფანი, რომელიც მთლიანად რუსული ზეგავლენის ქვეშ არის და მოექცევა კიდევაც მომავალ. საერთოდ თავის დროზე აქ ვერე ვადრის სიკვდილმა და ვადრისთან დაკავშირებულმა ამბებმა ეს მთლიანად გადაფარეს ესა, მაგრამ თავი წარმოიდგინეთ რა ეს ხულევის სპორტი, რომელსაც ვადრი აშენებდა რა და რომელიც პრაქტიკულად იყო ასე ვთქვათ საკვანძო მონაკვეთი აზერბაიჯანულ ნავთობსა და შავი ზღვიდან გატანილ ასე ვთქვათ შავი ზღვის მეშვეობით გატანილ პროდუქტ შორის, რომელიც პორტი მიყიდეს აზერბაიჯანს. კი, აზერბაიჯანი სოკარა რა. წარმოიდგინე რა. ეს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამის მერე და ასე ვთქვათ დაანთავრებდა თან. შეკაიდება მიშვილო, მთელი შენი ფუნქცია არის რა გაგდღე სპორტი. სპორტები რა, ზღვა არის შენი აკონტროლებ ამ ორი მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანზე ახლა საყვედურის რა გვეთქმის პირიქით, მადლობა, მაგრამ ხო არის რაღაცა თემები, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დათმობილი. ქართული პორტები როგორ შეიძლება იყოს გადაცემული იმესე და მთლიანად გადაცემულია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თვითონ პორტის ინფრასტრუქტურა რუსეთზეა გადაცემული რეალურად. რეალურად და ეხლა იმ ზონებს რო აკეთებენ რა, აი ამ ვითომ რაღაცა ეკონომიკ თავისუფალი ზონა თუ რამე რა. ესე იგი მთლიანად კონტროლს იმაზე, რაც კი გაგაჩნია, შენ მთლიანად იკარგება.